მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მე ამ ვიდეოში გაჩვენებთ და გასწავლით თუ როგორ უნდა იშოვოთ ფული YouTube-დან. ანუ თქვენი ვიდეოებისგან, ანუ როდესაც თქვენ აწვევთ ვიდეოს YouTube-ზე და როგორ უნდა იშოვოთ მათგან ფული. ანუ მოგესალმებით, ძალიან ბევრი დიდარი YouTuber-ი არსებობს. PewDiePie მაგალითად, Smoshi, გსმენიათ ალბათ. ნუ ესენი ამერიკელი YouTuber-ები არიან და ძალიან ბევრს შოულობენ, მათ თითო ვიდეოზე არის მინიმუმ 20 მილიონი ნახვა მეგობრებო, ეს ძალიან დიდია, ძალიან დიდი ფულია და ასევე subscriber-ებიც. ნუ subscriber-ები მოგეხსენებათ გამოწერა არხის, ანუ გამომწერები, ვინც თქვენი არხი გამოიწერა. ნუ ეს არის ეს ერთ-ერთი ვიდეო, ერთი თვის წინ არის დადებული და უკვე 1.5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს მეგობრებო. ეს წარმოუდგენელია, ძალიან მაგარია, რა თქმა უნდა, ულოცავ მათ. და ნუ მე გადმოვინაცვლოთ საქართველოში. რა თქმა უნდა, ნუ აქ უფრო შედარებით უფრო რთულადაა საქმე, მაგრამ უსაშვილოც არ ვართ. ნუ დღეს გაჩვენებთ როგორ უნდა ვიშოვოთ ფული. ნუ პირველ რიგში შედიხართ YouTube-ზე და თუ თქვენ ხართ შესული თქვენს აკაუნტში, გამოჩნდება აი ასეთი სურათი, თქვენი არხის სურათი. შეხვალთ აი აქ და დააწყებებთ და Creator Studio. შეხვალთ აი აქ. და აი როგორც ხედავთ, გამოჩნდება თქვენი არხის გარეგნობა. გარეგნობა დიახ. ნუ როგორც ხედავთ, ჩემი არის Gamer HD და ეს არის ჩემი არხი. ნუ პირველ რიგში თქვენ მიდიხართ აი აქ, channel, ანუ არხი. პირველ რიგში უნდა შეხედოთ აი ამას. თქვენ უნდა იყოთ კარგ მდგომარეობაში, ანუ თქვენი არხი უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში. ეს არის მნიშვნელოვანი მეგობრებო. რომ ანუ YouTube არ შეგიქმნათ რაღაც პრობლემები და შეზღუდვები ვიდეოების დადებასთან დაკავშირებით. ნუ შემდეგ უნდა აი ესეც მაგალითად უნდა იყოს თქვენი არხი გააქტიურებული verified რომ არ დაგჭირდეთ ანუ რომ არ დაგჭირდეთ ზედმეტი წვალება, ზედმეტი ძებნა პასუხების, რატომ ვერ ვთავდით ვიდეოებს, რატომ ვერ ვადებ სურათს და შემდეგ. ამის გაკეთება ძალიან ადვილია, აკრიფავთ ნომერს შესაბამის ოპციაში, ნუ მე უკვე გააქტიურებული მაქვს, აკრიფავთ ნომერს შესაბამის ოპციაში და მოგივათ მესიჯი, კოდ შეიყვანთ და მორჩა, თქვენი აკაუნტი გააქტიურებულია. გააქტიურების შემდეგ შეგეძლებათ თქვენი სურათის დადება ვიდეოზე და ასევე შეგეძლებათ რომ ატვირთოთ 15 წუთზე დიდი ვიდეო, რაც ძალიან კარგია და ასევე უნდა იყოს YouTube-ის პარტნიორი. ეს იმას ნიშნავს, რომ ანუ თქვენი ვიდეოები უნდა იყოს monetization, აი სწორედ აი აქ. ნუ ვიც პარტნიორი არ არის ეს გრაფა მათ არხებზე არ არის. აი სწორედ აი ეს არის, რომ თქვენ გაქვთ უფლება რომ დაადოთ რეკლამა თქვენს ვიდეოს. აი ეს არის პარტნიორობა, ამას ნიშნავს. ნუ თუ კიდევ დააწულებით ინფორმაცია გინდათ და კიდევ გინდათ რომ ანუ გაჩვენოთ როგორ უნდა გახდეთ პარტნიორი, დააწულებით დააჭირეთ ლინკს აი აქ სწორედ თქვენს ეკრანებზე. და გაჩვენებთ თუ როგორ უნდა გახდეთ YouTube-ის პარტნიორი. ნუ პირველ რიგში ეხლა რაც შეეხება ფულის შოვნას, გადადიხართ channel-ზე და ირჩევთ monetization, აი სწორედ აი აქ. და აქ არის რაღაც კითხვები, რომელიც თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ. How can my videos make money? ანუ როგორ გააკეთებს ჩემი ვიდეოები ფულს, რამდენს გადამიხდიან და როგორ გადამიხდიან. აი სწორედ აი ეს ბოლოს წინა ტაბი არის მნიშვნელოვანი, ანუ ჩვენაც გვაინტერესებს, მისცემთ აი აქ და აქ არის ინფორმაცია. ანუ გადახდა არის დაფუძნებული Google AdSense-ის აქ ანგარიშზე. თქვენ გჭირდებათ რომ გახსნათ ეს ანგარიში. და YouTube-ი დაგეხმარებით, ანუ YouTube-ი გადაიხდით ფულს. აი ამ ლინკს უნდა დააწყაბოთ მარტივად და აქ არის ასევე ინფორმაცია. და აქ არის ჩამონათვალი. ანუ ამას გაეცნობით და შემდეგ მისცემთ შემდეგ აი აქ არის მთავარი ინფორმაცია. აქ არის Google AdSense-ის ტაბზე, ანუ ლინკზე გადადიხართ უკვე და აქ არის მოცემული, რომ თქვენ უნდა იყოთ მინიმუმ 18 წლის, ანუ სრულწლოვანი უნდა იყოთ, რა თქმა უნდა, იმისთვის რომ გააკეთოთ ეს ანგარიში. ანუ თქვენ გჭირდებათ შეიყვანოთ თქვენი საბანკო ანგარიში სრული სახელი. ნუ მოგეხსენებათ რა სრულწლოვანს აქვს ანგარიში და რა შეიყვანს. და ნუ ინფორმაციის მისაღებად გჭირდებათ აუცილებლად იმეილი. აქ არის მოცემული ორი ოპცია, ანუ ჩვენ შეგვიძლია დავტოვოთ ჩვენი არსებული იმეილი, რითიც დარეგისტრირებული ვართ YouTube-ზე. ეს არის ის Gamer HD @gmail.com ჩემ შემთხვევაში. ნუ თქვენი იმეილი ექნება. თუ არ გაქვთ იმეილი, აირჩევთ აი აქ. სხვა იმეილი შესვლა.
ანუ თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენი არსებული იმეილით ან გააკეთოთ ახალი. ნუ ამ შემთხვევაში ჩვენ შევიდეთ ჩვენით, ანუ მე ამ შემთხვევაში და აი აქ არის უკვე ლინკი. ეს არის თქვენი ახის ლინკი, რომელსაც Google AdSense ავტომატურად ადგენს აქ და აქ წერია მე ვაჩვენებ რეკლამებს აი აქ. ანუ ეს არის ჩვენი ახის ლინკი და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ რეკლამები ჩვენს ვიდეოზე. ანუ თუ Google AdSense აპლიკაციას გავაკეთებთ, ვალდებული ვართ რომ ყველა ჩვენი ვიდეო რეკლამებით დავტვირთოთ. ეს იმისთვის არის აუცილებელი რომ გადაგვიხანონ, თუ რეკლამას არ დავადებთ, შესაბამისად ფულსაც ვერ მივიღებთ. აქ უნდა ავირჩიოთ ჩვენი ენა, ანუ ჩვენი ენა ვიდეოების ენა, ვიდეოს ენა, ანუ ვიდეოში არსებული შინაარსის ენა. ნუ სამწუხაროდ ქართული არ არის ჩამონათვალში, ამიტომ ავირჩიოთ ინგლისური, ამას ასებით მნიშვნელობა არ აქვს, ისედაც მივიღებთ ჩვენ ფულს. გავაგრძელოთ continue. და აი ეს არის ყველა მთავარი საინფორმაციო ტაბი და გვერდი. ნუ აქ უნდა შეიყვანოთ თქვენი მონაცემები, აქ უნდა შეიყვანოთ თქვენი ქვეყანა, ანუ სადაც იმყოფებით, ნუ საქართველო, ჩვენ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ჯორჯია. აი და ნუ time zones ავტომატურად შემდეგ ქვეყნის არჩევის შემდეგ გამოჩნდება თბილისის time zone. აი აქ უნდა აირჩიოთ ანგარიშის ტიპი. ანუ თქვენ როგორი ტიპის ანგარიში გინდათ რომ გქონდეთ, ნუ აი თქვენ თუ მაგალითად ემსახურებით ბიზნეს ან მუშაობთ ბანკში და თქვენი აკაუნთი და თქვენი ანგარიში ემსახურება ბიზნეს, ნუ თქვენ უნდა მისცეთ რა თქმა უნდა ბიზნეს და თუ თქვენ წერთ gameplays ვიდეოებს, let's plays, თქვენი პირადი ვიდეოების თქვენი პირადი ცხოვრების სამსახური ვიდეოებს, მაშინ უნდა მისცეთ რა თქმა უნდა individual, აი სწორედ აი აქ. ნუ თუ აირჩიოთ ბიზნეს, აქ უნდა შეიყვანოთ კომპანიის სახელი. რაც ჩვენ არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება ინდივიდუალური. თუ ინდივიდუალურს აირჩიოთ, აქ უნდა შეიყვანოთ ანუ მიმღების სახელი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მეგობრებო. 120-ს კი არ უნდა შეგეშალოთ, თორე არაფერი არ გამოვა. ნუ მიმღების სახელი ძირითადად წერია ხოლმე, როდესაც თქვენ საბანკო ანგარიშს ხსნით ბანკში, ნებისმიერ ბანკში, იქ თქვენ მოგცემენ მონაცემებს და იქ არის ყველაფერი მოცემული. თქვენი მიმღების, ანუ თქვენი სრული სახელი, დაიმახსოვრეთ სრული სახელი, როგორც ბარათზე და მონაცემებში წერია, ზუსტად ისე უნდა გადაიტანოთ. ნუ თუ თან არ გაქვთ თან უბრალოდ, რავი, არ იცით როგორ ნახოთ, შეიყვანეთ თქვენი სახელი სრულად. ადგილის გამოტოვებით და დიდი ასოთი. არავით არის გადაბმა, არავით არის ზედმეტსახელი, არავით არის ინიციალები. ეს არის მნიშვნელოვანი. აქ უნდა შეიყვანოთ ქუჩის მისამართი. ნუ თუ თქვენ ცხოვრობთ მაგალითად თბილისში, ფარნავაზ მეფის გამზირზე, ან ჭავჭავაძეზე ან სადმე შეიყვანთ აი აქ ზუსტ მისამართს. ნუ თუ არ იცით როგორი წერება, ანუ 120-ს კი არ უნდა გამოგრჩეთ, თქვენს ნებაზე არ უნდა ჩააწეროთ, თუ არ იცით ზუსტად როგორი წერება, შეხვალთ Google-ში, ჩააწერთ რუკაზე, Google Maps და იქ მოძებნით თბილისში თქვენ საცხოვრებელ ადგილს და ქუჩას დააკოპირებთ და აი აქ ჩააწერთ. აქ უნდა შეიყვანოთ ქალაქი ან სოფელი. ნუ თუ თქვენ ცხოვრობთ მაგალითად თბილისში, ჩააწერთ თბილისი, თუ ცხოვრობთ სოფელში, მაგალითად ველისციხე ან მუკუზანი, ჩააწერთ შესაბამისად, აქ ჩაწერთ საფოსტო კოდი. ანუ ბევრ თქვენგან შეიძლება აინტერესებდეს რა არის საფოსტო კოდი და სად ვნახო იგი. საფოსტო კოდი უნდა ნახოთ შემდეგნაირად. აი აქ მე უკვე შესული ვარ Google-ში შეხვალთ, ჩააწერთ Georgian postal code. აი ესე. აი ესე ჩაწერთ და დააწვევით enter-ს, გამოჩნდება Google-ში პირველივე ეტაპს მისცემ და შეხვალთ აი აქ. ნუ თქვენი საცხოვრებელი რეგიონის და ქუჩის მიხედვით უნდა აირჩიოთ 100. ნუ მაგალითად ტაბახმილას ქუჩა. აი თუ თქვენ ცხოვრობთ ტაბახმილას ქუჩაზე, უნდა შეიყვანოთ 0105. ძალიან მარტივია. ყველა ქუჩას და ყველა პატარა გადასახვევსაც კი სადაც არის მაგისტრალი და სადაც არის ოდნავი საგზაო, ანუ ასე რომ ვთქვათ, რუკაზე ალბათ შეგინიშნავთ, რომ არის მონიშნული ნომრები. ეს ყველაფერი არის ეგრეთ წოდებული საგზაო ჩეკპოინტები, როგორც თამაშებში გვხდება გავს და ნუ შეიყვანთ შესაბამისად არის ეს რთული, აქ შეიყვანთ 4 ციფრიანი კოდია და აქ შეიყვანთ თქვენი ტელეფონის ნომერს, ოღონდ დაიმახსოვრეთ +995. ეს არის საქართველოს კოდი. აუცილებლად უნდა შეიყვანოთ აი ასე, ნუ აქ არის შემდეგ უკვე როგორი ტიპის გადახდა გინდათ, ანუ აქ შეგიძლიათ აირჩიოთ როგორი ტიპის გადახდა გინდათ, მაგალითად სპეციალური შემოთავაზებებით გინდათ,
Google Market-ის შემოთავაზებით გინდათ თუ ასე შემდეგ. მე გირჩევდით მისცეთ პირველს, ოპტიმიზირებულია და ყველაფერი გათვალისწინებულია, მაშინ ეს არის ყველაზე კარგი. შემდეგ მისცემთ Submit my application, ანუ ჩემი აპლიკაციის დამლაშება და მორჩა მეგობრებო, ეს არის. ეს ამაზე მეტი არაფერი არ არის გასაკეთებელი. ამას რო დააწვევით, შემდეგ უკვე როდესაც ავტვირთავთ ვიდეოს და დაადებთ რეკლამას და ანუ თუ რეკლამის დადება არ იცით, ზემოთ აღნიშნე უკვე როგორ გავხდეთ YouTube-ის პარტნიორი, აი სწორედ იმ ვიდეოს შეგეხსნით ამასაც და რავი, როდესაც თქვენ ატვირთავთ ვიდეოს და დაადებთ რეკლამას, ამ ვიდეოს ლინკი გადაებმება Google AdSense-ის ლინკს, Google AdSense-ის accounts და თქვენ უკვე მიიღებთ თქვენს ფულს. თქვენს აი ამ ანგარიშზე, ამიტომ არის საჭირო რომ ანგარიში შეიყვანოთ ზუსტად, რადგან ეს აუცილებელია. თქვენ შეგიძლია გამოიყენოთ Google AdSense-ის გარდა სხვა ანგარიში და სხვა აპლიკაციები, მაგალითად Amazon-ის აპლიკაცია, Yahoo-ის აპლიკაცია, Bing-ის აპლიკაცია, Safari-ის აპლიკაცია, ნებისმიერი Mozilla-ის აპლიკაცია, Opera-ის აპლიკაცია, რომელიც გინდათ. ყველაზე სწრაფად გასაკეთებელი და მარტივი არის Google AdSense. მაგრამ ერთი მინუსი აქვს მეგობრებო, ცოტას გიხდით. ანუ თუ თქვენს ვიდეოს აქვს 1 მილიონი ნახვა, თქვენ მიიღებთ 1000 ლარს, მაქსიმუმ 1000 ლარს. ეს subscribe-ებზეც არის დამოკიდებული, დალაიქებაზე და ასე შემდეგ. და სხვა აპლიკაციები სწორედ ამით არის გამორჩეული, ზოგიერთი აპლიკაცია იმდენად კარგია, Google AdSense საგრძნობლად ჯობია, რომ თქვენ მაგალითად 1 მილიონი თქვენს ვიდეოს თუ აქვს 1 მილიონი ნახვა, თქვენ მოგეცემათ $500,000. მეგობრებო, ეს ძალიან კარგია. მე გირჩევდით რომ გქონდეთ არაერთი აპლიკაცია თქვენს ვიდეოებზე. სამომხმარებლო აპლიკაცია, როგორც არის Google AdSense account-ი, არამედ ბევრი. რადგან ყველა ერთად გადაგიხდით ფულს და ყველა საიტის რეკლამა იქნება თქვენს ვიდეოზე, რაც ძალიან კარგია და ძალიან მოსახერხებელია უფრო მეტ ფულს იშოვით. ეს იყო რაც მინდოდა მეჩვენებინა, იმედია დაგეხმარეთ და თუ მოგეწონათ ვიდეო დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, ანუ subscribe მიეცით ინგლისურად, რომ არ დაიბნეთ. ბევრმა თქვენგან მარიცით რომ გამოწერა იგივე subscribe-ია და თქვენ ეს დაფიქსეთ კომენტარებში თუ კითხვები გაგიჩნდებათ, ისიც დააფიქსეთ და ვეცდები ყველანაირად თუ დაგეხმაროთ. აბა მაგრად.